გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეს არის ბოლო სიტყვის მეოთხე ეპიზოდი. მე ვარ ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, ბრიუსელიდან ტრადიციულად გვერდება თამარ ნუცუბიძე, ია მეურმიშვილი ყავს ხაზზე ვაშინგტონიდან. ეს ფორმატი დავამკვიდრეთ, რაც ძალიან გვიხარია და დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ კვირის მთავარი პოლიტიკური თემების განხილვას. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველაზე აქტუალური, ალბათ ბევრი თქვენგანისთვის არის რა ბედი ეწევა ვიზა ლიბერალიზაციას. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებასთან დაკავშირებით, ეს ერთი. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ვამჩნევთ დინამიკის გააქტიურებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ისევ დაძაბვის, ასე ვთქვათ, ასე შეგვიძლია ალბათ დავარქვათ, ხო? საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კვლავ გააქტიურდა ეს ნეგატიური გზავნილები. სპროსის მოთხოვნა მათ ენაზე. კი ბატონო. და ასევე ამ ყველაფერზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფონზე, რომ ჩავლილი არის 4 ოქტომბრის მოვლენები, რაც სხვადასხვაგვარი გამოხმაურების საგანია. ამ თემაზე კვლავ გრძელდება საქართველოში დისკუსიები, რა მოხდა, რატომ ჩავარდა ან რატომ არ ჩავარდა ბევრი საზრის სულაც და ისევ გრძელდება პროტესტი. ერთ სიტყვით 4 ოქტომბრის მოვლენები საინტერესოა, როგორ გამოჩნდა იგივე არა მხოლოდ ჩვენგან, ასევე ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდანაც მოვისმენთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია, ასევე როგორი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს იგივე შტატების და ბრიუსელის დამოკიდებულებაში, მათ პოლიტიკაზე რა გავლენას ახდენს აი აქ მიმდინარე ეს ამბები. მე მგონი საკმარისია თემების ჩამონათვალი. ცხადია, ასევე უნდა შევეხოთ მნიშვნელოვან ამბავს, რომელიც პრინციპში წინა ეპიზოდშიც განვიხილეთ, ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიყიდვას, ეს არ დაგვაუწყდეს, მიყიდვას ტომაჰაუკების შორს მოქმედი ზუსტი დამიზნების რაკეტების უკრაინისთვის და ამ თემასაც გავშლით ამ ეპიზოდშიც. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით, არაფერს აღარ დავამატებ, გარდა იმისა, რომ თუ არხი ჯერ გამოწირულია, გაქვთ ახლა ზუსტად ეგ დროა, როდესაც subscribe-ს უნდა დააჭიროთ, ზარისხილა კი ჩარდოთ, რომ მოგივიდეთ შეტყობინებები, ასევე ვიდეო დაალაიქეთ, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში და რაც თავარია, კომენტარებში აქტიურეთ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, თუ კი კითხვები იქნება, კომენტარებში ვეგიპასუხოთ. ასე თქვენ დაეხმარებით YouTube-ის ალგორითმს, რომ სხვა ადამიანებამდეც მიიტანოს ჩვენი ბოლო სიტყვა. ბოლო ეპიზოდში კომენტარები რადგან ახსენე რატი, ძალიან კარგი გამოხმაურებები ქონდა მაგის წინა ეპიზოდებშიც პრინციპში, მაგრამ ესეთი კითხვები არ შემოსულა, ამის თქმა მინდა და შესაბამისად შეგიძლიათ რომ კითხვებიც დაგვისვათ, თქვენთვის საინტერესო თემები მოიწეროთ და ჩვენ შევეცდებით რომ გავითვალისწინოთ. მოგესალმებით, ბოლო სიტყვას აუცილებლად ვიტყვით, როგორც ჩანს ზუსტად მაგისთვისაც ვემზადებით. აუცილებლად უნდა დავიწყოთ თამართან გადასვლით ბრიუსელში, რახან იყო მექანიზმებზე საუბარი, იმიტომ რომ თბილისში, როგორც მოგეხსენებათ, თბილისში უყვართ ჭორაობა და უყვართ კუდის მობმა ყველაფერზე. რა არის ეს მექანიზმი? რამდენად რეალური არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რა უძღვის ამას წინ, რა ნიადაგი არის მომზადებული? მოკლედ ბურთი შენს მოედანზეა, თამარ. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთქვათ, რომ ამჯერად პლენარული სხდომა სტრასბურგში მიმდინარეობს და სწორედ იქ ევროდეპუტატებმა კენჭი უყარეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს. ჯერ მივყვეთ პროცედურას, ახლა რა არის შემდეგი ნაბიჯი. ვარაუდია იმისა, რომ 17 ნოემბერს ბრიუსელში, როდესაც დაგეგმილი არის ზოგად საქმეთა და ჩვენ ჟურნალისტები ამას ვეძახით ევროპის საქმეთა მინისტრებს, მათი შეხვედრის დროს საბჭოს სხდომაზე იქნება საბოლოო მიღებული გადაწყვეტილება ამ ახალ შემსუბუქებულ მექანიზმზე. წინ ამ გადაწყვეტილებას არაფერი დაუდგება, რადგანაც ეს არის ბოლო ნაბიჯი და რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ აქაც საბჭოს წევრები უპრობლემოდ გაიტანენ და შეთანხმება იქნება მიღწეული. ამის მერე კი 20 დღის შემდეგ უკვე ეს ახალი რეგულაცია შედის ძალაში, ასე რომ დეკემბრის ბოლოსთვის უკვე ევროკავშირს ექნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი. რაც შეეხება თვითონ შინაარსს, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ეხლა ძალიან ბევრი რო არ ვილაპარაკო, გარდა იმისა, რომ იქ ტექნიკური საკითხებია, რაც საინტერესო არის, თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, შეგვიძლია რამდენიმე მომენტი
გამოვყოთ. პირველი და რასაც ყველა ხას უსვამს და ეს ახალი კომპონენტის შემოტანა ამგვარ დოკუმენტებში არის ის, რომ საბჭომ ან ევროკომისიამ შესაძლოა დაიწყოს ან მოითხოვოს პროცედურის დაწყება უვიზო რეჟიმის შეჩერების გამოყენებაზე იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, საბჭო მიაქცევს და კომისია და ზოგადად ევროკავშირი ძალიან აქტიურად მიაქცევს ამიერიდან ყურადღებას, როცა ეს რეგულაცია შევა იმ ქვეყნებს, ვისთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს, თავის მხრივ ვისთან აქვს უვიზო მიმოსვლა და რომელ ქვეყნებს უხსნიან კარს. და ასევე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი და ჩემი ვარაუდი და ბექგრაუნდული ეგრეთ წოდებული ინფორმაციით მიდასტურებენ წყაროები, რომ ამ შემთხვევაში ინსპირაცია საქართველოს იყო. დოკუმენტში შედის ცვლილება, რომ შესაძლო არის უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ არა მთლიანად ქვეყანას, არამედ გარკვეულ კატეგორიებს და პრინციპში საქართველოს მაგალითზე წინსწრებად ეს რეგულაცია ამოქმედებულია, რომელიც გამოყენებულია დიპლომატიური და სამსახურეობრივ პასპორტებთან მიმართებაში. და ბოლოს კიდევ რასაც ვიტყვი, ვადები. თუ კი აქამდე ძველი რეგულაციით პირველი შეჩერება იყო 9 თვის განმავლობაში, ეს ვადა იზრდება 12 თვემდე, შემდეგი არის 24 თვე და შემდეგ უკვე 3 წლის განმავლობაში თუ მუდმივად გაგრძელდა და ქვეყანამ არ დააკმაყოფილა რეგულაციები, ამ შემთხვევაში უკვე წყდება უვიზო მიმოსვლა, ანუ შეჩერება შეწყვეტაში გადადის, ასე რომ ძალიან მოკლედ რომ თქვა ჩვენი მაყურებლისთვის, ეს არის პროცედურული ნაწილი, რაც იქნება იმის შემდეგ, რაც შემოვა ეს რეგულაცია და ერთს დავამატებ, სანამ ამაზე დისკუსიას გავშლით, ქართულ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრს გონია, რომ ეს საქართველოსთან დაკავშირები და საქართველოს მიემართება მხოლოდ ახალი რეგულაციები, ეს ასე არ არის. 61 ქვეყანა იყენებს უვიზო მიმოსვლას და მათთვის შენგენის ზონა არის ღია 180 დღით და წესი ყველა ქვეყნისთვის არის ერთი და იგივე. საქართველო აქ კონკრეტულად არაფერ შუაშია, ის ქვეყანა, რომელიც დაარღვევს ამ წესებს, მისთვის აი შემდეგ უკვე ეს რეგულაციები იქნება ამოქმედებული. პრინციპში ორი კითხვა მქონდა და ნაწილობრივ შენ შეეხე, თუმცა მოდი უფრო დავაკონკრეტოთ. რო არ გეგონოს რომ სოფლიოს ჭიპი ვარ და ყველაფერი საქართველოს გარშემო ტრიალებს. მე წავიკითხე ვერსიებიც, რომ მათ შორის ბრიუსელში აი ეს ინიციატივა უფრო მეტად რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვებზე დასაწესებლად მოიფიქრეს. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენების გარეშეც არ გამოდა და აი ჩვენ ნაწილში მინდოდა ეს მეკითხა, რომ მახსოვს რომ პერსონალურ სანქციებზე პრობლემა იყო, ყველას თანხმობა ჭირდებოდა, იქ ორბანის ფაქტორი შემოდიოდა, ფიცოს ფაქტორი შემოდიოდა და ამიტომ განიხილავდნენ, რომ რადგან ესე ვერ ვახერხებთ, მაშინ ავდგეთ და უვიზო შევაჩეროთ. ამისი მექანიზმი თუ ჩაიდო, რომ ეს შეიცვალოს და ამ მიმართულებით რა ინფორმაცია გაქვს, რას ამბობენ ბრიუსელში, შენ რას ფიქრობ? რატი მოდი იმით დავიწყოთ, რომ არაფერ კავშირში არ არის პერსონალური სანქციები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან და ვერანაირი კვეთა ვერ მოხდება, დოკუმენტში ვერ იქნება ჩადებული, რომ იმ შემთხვევაში თუ კი რამე საკითხზე წევრები კონსენსუსის მიღწევას ვერ აახერხებენ თარგეტირებულ სანქციებზე, მაშინ უვიზო იქნეს გამოყენებული, ეს ასე არ ხდება, ის სულ სხვა ბერკეტია, უვიზო მიმოსვლა და მისი შეჩერების მექანიზმი სულ სხვა ბერკეტია. რაც შეეხება რუს დიპლომატებს, მე-19 სასანქციო პაკეტში უნდა ევროკავშირს, რომ ეს შეზღუდვა ჩადოს რუსი დიპლომატებისთვის, მათ ვერ შეეხება უვიზო მიმოსვლის სწორედ ეს ჩანაწერი, რადგანაც რუსეთს ფიზიკურად არ აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და ამიტომაც ეს რეგულაციები ეხლა ვერანაირად მათ ვერ შეეხებათ, მინიმუმ სანამ რუსეთს ოდესმე არ ექნება უვიზო
უვიზო მიმოსვლა. ამიტომ რჩება საქართველო, რომელიც უკვე ვთქვი, რომ ჩემი აზრით არის იდეის ინსპირაცია ევროკავშირისთვის და ერთგვარი გამოსავალიც, რომ ასეთი პრინციპში საქართველოა მე მგონი მაგალითი, რომელსაც აქვს თან კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება და ქვეყანამ ესე 180 გრადუსით შემოატრიალა თავისი გეზი და აბსოლუტურად ევროკავშირისთვის თან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებელ პოლიტიკას ატარებს და ერთი საინტერესო დეტალი მინდა ასევე გაგიმხილოთ, ასევე ჩვენი წყაროების ცნობით, საინტერესო იქნება და მე ეს კითხვა მაქვს მაგალითად ევროკავშირთან, აქ იქნება საუბარი და მექანიზმში ჩაიდება ის, რომ პასპორტებზეა მხოლოდ საუბარი, როგორც უკვე გვაქვს მაგალითი დიპლომატიურ პასპორტებზე, თუ პასპორტებთან ერთად შენგენის მონაცემთა ბაზაში, თქვათ, გადაეცემა მონაცემები, პირადი მონაცემები იმ ადამიანების, რომლებიც იმ ჯგუფში იქნებიან, ვისთვისაც შეზღუდული იქნება უვიზო მიმოსვლა, თუ კი ასეთი მონაცემები იქნება გადაცემული, მაშინ ამ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს ფეხის შემოდგმაც, დადგმაც კი არ შეეძლებათ ვერანაირი პასპორტით, ვერანაირად ევროკავშირის, უпростоრად კი შენგენის ტერიტორიაზე. ანუ პრაქტიკულად რაც კითხე გამოდის, რომ შეიძლება პერსონალურ სანქციებზეც აისახოს, ხო? ანუ პერსონალურად ვიღაც ტიპებს ჩაწერენ ამ სიაში და რა პასპორტითაც იქნებიან, იმ პასპორტით გააბრუნებენ უკან. ანუ ეგრეც მე მაგალითად, მე ეს შეკითხვა დავსვი სწორედ ჩემს წყაროებთან და ისინი პასუხობენ, რომ კარგად თუ ანუ რომ მიღებული იქნება ბოლომდე მექანიზმი და აი ნახავენ ყველა დეტალს, მერე შეეძლებათ ამ თემაზე საუბარი. იმიტომ რომ ასევე სხვათა შორის მათაც ძალიან კარგად იციან და მოსმენილი აქვთ განცხადებები ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან და ესტაბლიშმენტისგან, რომ მერე რა რომ დიპლომატიური პასპორტებით შეზღუდულია შესვლა, მათ აქვთ ორდინალური, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტები და მათ ამით შესვლა შეიძლება. ევროკავშირს ეს განცხადებებიც ნანახი აქვს და ნახოთ თუ გამოიყენებ, თუ ანუ ჩაიდება ამგვარი ბერკეტი, ეს ჩემთვის მაგალითად ჯერჯერობით უცნობია, როგორ იშიფრება ის ჩანაწერები, რაც არის ამ ახალ მექანიზმში. მე მაქვს ერთი კითხვა, ანუ მექანიზმებზე მადლობა თამარ, რომ გაგვარკვიე კიდევ უფრო მეტად დაწვრილებით და იმედი მაქვს, რომ ბევრს საინტერესებდა სასარგებლო იქნება მათთვისაც ეს ინფორმაცია, რაც თქვი. მოდი გთავაზობთ, რომ ვილაპარაკოთ ალბათობაზე. და აქვე რადგან ახსენეთ ალბათობაზე შეჩერების და რადგან ახსენეთ გარკვეული განცხადებები, მე მინდა ამ დისკუსიაში შემოვიტანო მაკა ბოჭორიშვილის ერთ-ერთი ბოლო განცხადება. ალბათ თქვენც ნახეთ ეს გამოშვებებში, სადაც ჟურნალისტი ეკითხებოდა, რომ იქნება თუ არა ეს ქართული ოცნების ბჭყალებში დამსახურება, რომ თქვათ შეუჩერდეს საქართველოს უვიზო მიმოსვლა და პასუხი იყო ასეთი, სამჯერ გაიმეორა მაკა ბოჭორიშვილმა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის თუ ჩვენ შეგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას. ანუ მე ეს განცხადება პირდაპირ ასე გავიგე, რომ მან არ გამორიცხა ამის შეჩერება, პირიქით რაღაცნაირად შემზადება იყო ჩემი აზრით, რომ კი ეს შეიძლება მოხდეს და უკვე პირდაპირ ისრები მიმართა თავად ევროკავშირისკენ, რომელსაც ისინი უწოდებენ deep states და ათას უბედურებას, ევრობიუროკრატებს და ასე შემდეგ. ხო, ნუ მე ესე გავიგე ეს განცხადება, თქვენ როგორ გაიგეთ და ზოგადად როგორ ხედავთ რეალურად იმის საფუძველს, რომ ანუ მწიფდება ეს გადაწყვეტილება თუ არა? ერთი პატარა კომენტარი და პატარა ციტატა უნდა მოვიყვანო აუცილებლად დღევანდელი განცხადების. ევროპა პანაცეა არ არის, ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა. არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს. ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კი და ფიშერის პასუხიც მიიღო მაგაზე. ხო, მაგრამ ესეთი შედარება მე მგონი არავის გაუკეთებია ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ის, რომ ეხა ევროპა პანაცეა არ არის და ნაცისტური გერმანიის რაღაც შედარება და ესეთი
სიტყვების და ფრაზების გამოყენება ხო, ანუ აშკარად გამძაფრდა ის კამპანია, რომ არ გვჭირდება ევროპა მარტივად. ანუ ეს იგრძნობა განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ. კი, ეს კამპანია ნამდვილად გამძაფრდა, თუმცა მე ასე ვთქვათ, ჩემს აზრზე დავრჩები. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ცდილობს ისე win-win ითამაშოს, ანუ win-win გამარჯვებული ითამაშოს. ახლა ამზადებს სრულად აზრს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ვიზო შეგვიჩერდეს და ეს პრობლემა არ იქნება, თუმცა თუ არ შეგვიჩერდება, იტყვიან, რომ აი ჩვენ ხო ვიძახდით თავიდანვე, რომ არაფრის თავი მაგათ არ აქვთ და გვაშანტაჟებენ და არ შეგვიჩერებენ. მე დავრჩები იმაზე, სადაც ვფიქრობ, რომ ევროკავშირის თავში გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ფარდის მიღმა ვართ და ამიტომ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხებს შორის კომუნიკაცია შენარჩუნებული იყოს, უიზოს არ გააუქმებენ. აი თუ კი იმ ტიპის ცვლილება მიიღეს, რაზეც ახლა თამარა საუბრობდა, რომ რაღაცა შესაძლებელი გახდა პერსონიფიცირებული შეზღუდვები, მაშინ კი ბატონო, თუმცა აი ეს ხელაღებით თლიანად გაუქმონ, მე მგონია რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ. თუმცა თუ კი ბოლოს ახლა მართლა გებელს შეადარებენ კი არა და დაიბარებენ საელჩოში და ეთქვენ რომ გებელსი ხარო, მაშინ შეიძლება კი. ნუ ეს პირველი იყო და ასეთი რამ მე არ მახსენდება და აუცილებლად იას უნდა ვკითხო. კიდე მორიგი ციტატა სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა deep state-ის გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა. ია, ამჯერად შენია ბურთი შენს მოედანზე. გძნობ deep state-ის ხელს ამერიკაში? ეცე არ ვიცი მაგ განცხადების რა ნაწილზე შეიძლება კომენტარის განმარტება იმისა, რა შეიძლება ნიშნავდეს ამერიკული გადმოსახედიდან. ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არის ტრამპის ადმინისტრაციის ნაწილი და ის რომ ტრამპი თავად ებრძვის deep states შეერთებულ შტატებში და ის რომ სწორედ ამერიკელი გადასახადების გადამხდელობის და ამერიკელი ხალხის ინტერესებს იცავს სახელმწიფო დეპარტამენტი, ეს არ ვიცი ვინმესთვის თუ აქამდე უცნობია, ალბათ ეს ადამიანი არ ადევნებს თვალყურს იმას, რაც ხდება ვაშინგტონში და ვაშინგტონიდან მთელ მსოფლიოში. თლიანად ადმინისტრაცია მორგებულია იმაზე, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები დაიცვას და გააძლიეროს. ამერიკის გადასახადის გადამხდელების ინტერესებში როგორ შეიძლება შედიოდეს რომელიმე ქვეყანაში მთავრობის დამხობა, არ დამხობის დაგმობა, არ დაგმობა, ეს არ ვიცი, როგორ უკავშირდება ერთი მეორეს მართალი გითხრა, ამ ბმას ვერ ხედავ და ნუ ხედავთ ისევ იმას, რომ რაღაცა ეს განცხადებები ფიქრობ მაინც უფრო შიდა მოხმარებისთვის კეთდება და არ მგონია რა ვიცი პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტს უგზავნიდეს ბატონი კობახიძე ამ მესიჯებს რომ თუ არ დაგმეთ ესე იგი deep state-ი ხართო მართალი გითხრა ძალიან ესეთი უცნაური განცხადებაა რომელიც ჩემთვის ერთი მისი პირველი ნაწილი მეორეს უბრალოდ არ უკავშირდება და ამიტომ ვამბობ რომ მაინც აი შიგნიდან ხდება რაღაცნაირად ხალხის მომზადება იმისთვის მცდელობა ყოველ შემთხვევაში იმისა რომ ამერიკასთან ამდენი ხანი 9 თვის განმავლობაში თითქოს ურთიერთობები უნდა დაალაგებულიყო ბატონი ტრამპი როგორც იტყვის ყველაფერი ისე იქნება და გვახსოვს ჩვენ მსგავსი განცხადებები მაგრამ ნუ ტრამპი აგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას ამ რეგიონში ისევე როგორც აქამდე სხვა ადმინისტრაციები იცავდნენ რაც იმას ნიშნავს რომ რა ვიცი თუ ვერ დაინახა ინტერესი მაშინ არ აინტერესებს მას ქვეყანა და ამ ეტაპზე სწორედ მან ვართ და ვფიქრობ რომ ამის გადაფარვას ცდილობს ეს თუ მიზანი ამ გვარი განცხადებების არის სწორედ ის, რომ უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო ტრამპის ადმინისტრაციასთან რაღაცა ღირებული ურთიერთ ინტერესებზე დაყრდნობილი ურთიერთობის აშენება ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში და ახლა ვნახოთ რა იქნება. ბოჭორიშვილის დაბარებაც სახელმწიფო დეპარტამენტი ესეც მაგაზე მიძებდა. ანუ ამ ამბავს წინ უსწრებდა მთელი ამ ელჩის დაბარება არ დაბარების ბატალიები, ესე იგი ჯერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია რომ დაიბარეს, მე კობახიძემ არა სიგიჟე არ დაუბარებიათო, მე სახელმწიფო დეპარტამენტმა ნეტგაზეს დაუდასტურა რომ კი დაიბარეთო და თან თემების ჩამონათვალიც იყო, რაზე ელაპარაკდნენ და მათ შორის უბრალოდ მაგაზე იყო ლაპარაკი სახთეფის განცხადებით, პასუხის შინაარსით, რომ ჩვენ აუხსენით
თქვენ ქალბატონ ელჩს, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას არ აფინანსებდა. პერიფრაზი რო გავაკეთოთ, ამ განცხადების შინაარსი ასეთი იყო. ზოგადად აი ესეთი ურთიერთობა სახელმწიფო დეპარტამენტთან, ჩვენ ისიც ეხა მინდა კიდე გავიხსენო, კობახიძემ ელჩმა რო თქვა, რომ ისეთი წერილი მოგწერა, რომ შოქში ვართო ფაქტიურად, ხო? მუქარი შემცველი. ხო, მუქარი შემცველი შეურაცხყოფილია. აი რაღაცა აბსურდში გვაცხოვრებენ თუ რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ და გვტკივა, მაგიტო გვეჩვენება ასე. ნუ რაღაცა არ ვიცი რამდენად გვაცხოვრებენ აბსურდში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის იმისა, რომ რაღაცა სიმართლე გადაიფაროს. ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს იმას, რომ ელჩი იქნა დაბარებული და რომ განხილული იყო ეს თემა, რომ ამერიკა არ აპირებს თუ არ აფინანსებს საქართველოში გადატრიალებას, ეს ძალიან ცხადია და ამას მე პირადად ძალიან ვენდობინეთ გაზეთს და ასევე არ მგონია რომ რამენაირი გაზვიადება იყოს ეს განცხადება. საკმაოდ ჩემი წყაროებიდან საკმაოდ ისეთი სწრაფი რეაქცია მოყვა ამ განცხადებას, იქნებოდა ეს ბატონი მდინარაძისგან თუ ბატონი კობახიძისგან თუ სხვა ეს მედია საშუალებებისგან, რომ თურმე ბანკოკის გავლით შეერთებული შტატები საქართველოში ცდილობს ეს გადატრიალების მოწყობას. ეს მაყურებელმა თუ არ იცის რაზე ვლაპარაკობთ, ახლა უბრალოდ ორი სიტყვით რომ განმარტოთ, ეს არის შეერთებულ შტატებს აქვს ორი ფინანსური ცენტრი, საიდანაც ახორციელებს ყველა ტრანზაქციას. ერთი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, მეორე მდებარეობს ბანკოკში. და ერთი ამ გადარიცხვების წარმოება ხდება იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ შეერთებული შტატების პროგრამებზე, იქნებოდა ეს USAID, მაშინ როცა მუშაობდა USAID, იქნება ეს, ვთქვათ, საპენსიო ფონდები, უამრავი ამერიკელიც ასევე ცხოვრობს ყოფილი სახელმწიფო თუ საჯარო მოხელე, ამერიკელი, ისინი უამრავი ათობით ათასი მათგანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში. საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ამ ადამიანებს გადაეხადოთ, იქნება ეს პენსიები, იქნება ეს, რა ვიცი, თუნდაც ხელფასები, ამისთვის იყენებს შეერთებული შტატები ამ ორიდან ერთ-ერთს ფინანსურ ცენტრს. საქართველოს შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც 30 წლის განმავლობაში იყვნენ დასაქმებული შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, ეს ადამიანები იღებენ დღეს პენსიას, ნაწილი მათგანი, რომელიც მუშაობს ჯერ ისევ ამერიკის საელჩოში, იღებს ხელფასს და ხელფასი ერიცხებათ სწორედ ამ ფინანსური ცენტრიდან, საიდანაც ბატონმა მდინარაძემ თქვა, რომ თურმე ფინანსდება საქართველოში გადატრიალება, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, რა თქმა უნდა წარმოუდგენელი ბრალდებაა მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რომლის გაცხადებული პოლიტიკაც არის, რომ არც ერთი ქვეყნის არჩევნებში არ უნდა ჩავერიოთ. რომ არჩევნები ჩვენი საქმე არ არის. ეს მარკო რუბიო გამოვიდა და როგორც პოლიტიკა დააფიქსირა და სახელმწიფო დეპარტამენტი მისდევს ამ პოლიტიკას და აქედან გამომდინარე ახლა იმისი თქმა რომ რა ვიცი რაღაცნაირად არჩევნებში თუ არ ერევა ქვეყანა ვენესუელას მთავრობას არ აღიარებს შეერთებული შტატები და რა ვიცი იქ არ უცდიათ ჯერ ესა მთავრობის გადატრიალება და რა საქართველოში რატომ უნდა სცადონ მე არ ვიცი ეს რაღაცა გარემტრის ხატის შექმნა აშკარად ძალიან გამოკვეთილი მიზანი ამ განცხადებების და ის რომ რეალურად საქართველოს კი ამბობს ქართული ოცნება რომ ახლა უკვე ბურთი ტრამპის ადმინისტრაციის მოედანზეა იმისთვის რომ ურთიერთობა გამოასწოროთ, მაგრამ სინამდვილეში ის მოთხოვნები რაც არაერთხელ გავიგეთ ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტისგან იქნებოდა ეს თუ საელჩოსგან თუ სხვა წყაროებისგან რომ ერთადერთი რაც საქართველოს უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ურთიერთობამ ცოტათი მაინც წინ წაიწიოს არის შეწყვიტოს ანტიამერიკული ნარატივები ეს გვახსოვს ხო ყველას კარგად და იმის ნაცვლად რომ შეიწყვიტოს ეს ანტიამერიკული ნარატივები პირიქით ხდება ეს გაორმაგება იმ აგრესია იქნება თუ რა აგრესიის შექმნის მცდელობა ბოდიში ია გაწყვეტინებ იცით რა მინდა რომ დავამატო ამ ბანკოკის ამბავზე ანუ თუ არ იცით ვინმე მაყურებელს გულისხმობ ანუ ესეთი აზრი გავრცელდა შემდეგ რომ ეს მთლად მიზანმიმართული დარტყმა კი არ იყო ეს იყო
რაღაცა ბრიყული შეცდომა, სადაც ვიღაცებმა აღმოაჩინეს, არ ვიცი, სუსში თუ სხვა უწყებებში, რომ იქიდან ხდებოდა გადმორიცხვები და რომ ეძებდნენ ახლა რაღაცა ხელმოსაჭირს, ვაუ, ბანგკოკი რაღაცა მესამე ქვეყანაა და აქ იპოვეს თითქოს რაღაც შეთქმულება და ამბავი, რომ თითქოს რაღაცა შავხრელთან ჰქონდათ საქმე. ანუ გამოვდის, ანუ ასეთი მოსაზრება ვრცელდება, არ ვიცი რამდენად სწორია, რომ ეს იყო შეცდომა დაშვებული, მათ არც კი იცოდნენ, რომ ეს იყო ამერიკული დაფინანსების პირდაპირი ხაზი, რასაც ახლა იახსნის. კიდევ ერთი განმარტების გაკეთება, სწრაფად გადამოწმების გარეშე ეს მთელი კამპანია აიწია მერე ამაზე, გამოვარდა სუსი, შმუსი, ასე შემდეგ, მედია დაიპყრო ამ თემამ, რომ აი აღმოვაჩინეთ საიდან ფული როგორ შემოდის და აღმოჩნდა ბანგკოკი შტატების წყარო. ბანგკოკი კი იყო, მაგრამ კიდე იყო ძალიან ფართოდ გავრცელებული ამბავი, რომ ტაივანი აერია ტაილანდში. და ისა რა ქვია, თითქოს ანუ ტაივანის და ამერიკის ურთიერთობები ვიცი და თითქოს აი ტაივანიდან პროქსი ძალით ცდილობდა გადათან მისი არტიკულაციაც ისეთი იყო, თითქოს რაღაცა მაკეტკენ მიყავდა შეთქმულების თორე რომ პროქსი ძალებით ტაივანის გადმორიცხვიდან ცდილობდნენ გადატრიალებას და რაც ახლა იამახსნა ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რომ არანაირი არც შეცდომა იყო, არც შეცდომით წარმოთქვა ტაილანდის მაგივრად და იყო ზუსტად იმისი გაგრძელება, რასაც იმისი საპირისპიროს კეთება, რასაც მათგან მოითხოვენ. ანუ იმასაც კი აღარ ითხოვს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ სასამართლოს რეფორმა გააკეთოთო. ამბობენ, რომ თუ გინდათ რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ამერიკას ნუღალანძღავთო და ესენი პირიქით აჭერენ და რავი, რანაირად. ეცა არც ითხოვენ, უყურებენ ახლა რა ხდება და რა ვიცი, მეთხოვნა არ გამიგია, რომ ეს იყო ელჩის გაჟღერებული, ისა რეკომენდაცია, როგორც ადამიანის, რომელიც ცდილობს, რომ ორ ქვეყანის საქმე ეს არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ნორმალური, მაგისთვის არის წარგზავნილი ელჩი რომელიღაცა ქვეყანაში, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს ურთიერთობა კარგი და იმისი რეკომენდაცია იყო, რა ვიცი, ხო შეწყვიტეთო და რა ვიცი, ეგ იქნება კარგი პირველი თხოვნითაც არავინ არ სწყობს. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, რომ ადმინისტრაციიდან ვიღაცას ეთქვას, რომ აი ძალიან გვინდა თქვენთან ურთიერთობის დამყარება თუ გაუმჯობესება, მაგრამ აი უნდა შეწყვიტოთ და ამის მერე არა, რა ვიცი, აკვირდებიან, უყურებენ და არ მგონია, რომ სანამ რაღაცა პოლიტიკის დონეზე საქართველოს მხრიდან არ დაინახავენ იმას, რომ ქვეყანა რეალურად ცდილობს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რა ვიცი, არ მგონია, რომ ვინმე ეს მოითხოვოს. შეიძლება ვნახოთ კიდევ დამატებითი შემთხვევები, როდესაც დაიბარებენ ისევ ელჩს და სთხოვენ რაღაცა განმარტებების გაკეთებას, იქნება ეს განცხადებებზე, ქმედებებზე თუ ასე შემდეგ. და ეს წინა გიორგი შენს კომენტარს დაუბრუნდეთ, რომ შეცდომა იყო, შესაძლოა შეცდომა ყოფილიყო, ახლა რავი, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მოხდა, შესაძლოა არ ყოფილიყო შეცდომა, მაგრამ თუ ეს მართლა შეცდომა იყო, რომელსაც ქვეყნის ისეთი მნიშვნელოვანი პირი, როგორიც არის სუსის ხელმძღვანელი, ამ შეცდომას გადაუმოწმებლად იმეორებს, ეს თავისთავად უკვე რაღაცა ძალიან დიდზე და ცუდზე მიუთითებს. ამიტომ არ მგონია მე, რომ ეს შეცდომა ყოფილიყო, უბრალოდ ისეთი განცხადება იყო, რომ ჯერ ერთი ამერიკა არც დაუსახელებია, ისე განაცხადა, რომ აი ყველაზე დიდი და ისე შტატიც ყველაზე დიდი აქვს და შენობაც ყველაზე დიდი აქვს და ნუ მიანიშნა, მაგრამ სინამდვილეში ამერიკა არ დაუსახელებია, ხო, ესეთ შემთხვევა არ ყოფილა. ანუ ის რომ ბუნდოვანება ყოფილიყო დაკავშირებული ამ განცხადებასთან ძალიან ცხადი იყო, არა მხოლოდ იმით, რომ პირდაპირ ბრალდება არ ყოფილა, ასევე იმითაც, რომ რა ვიცი, ტაილანდი და ტაივანი აერია ერთმანეთში, ან აერია ამ პირიქით, კიდევ ერთხელ იმისთვის რომ რაღაცა ბუნდოვანება და დაბნეულობა შეტანილიყო ამაში. ამიტომ არ შეიძლება სუსის უფროსად დანიშნო აქტივი, რომელსაც თავის დროზე სუსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყო. ეცი რა, ია, ეხლა ახსენე, რომ მე არ მგონია შენთვის წარმოუდგენელად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ აი დამეთანხმებიან აქ ბიჭები. შეიძლება მართლა უცბად ნახა რაღაცა და ფაციფუცი. ეს თქვენ რომ იცოდეთ ამ ხალხის სიხარბის ხარისხი, ანუ ასეთ დროს რო რაღაცა დიდ news დააჯდნენ თუ რაღაცა დიდი ამბავი და აჟიოტაჟი შეიქმნას და ეს კარგად გამოდგეს, რაღაც მსუყე ნაჭერი იყოს პროპაგანდისტვის. უფრო მე დიდი ალბათობით დაუშვებდით, რომ ესეთი რამე აბსოლუტურად რეალისტურია, რომ მოხდეს. შესაძლოა, თუმცა თუ ესეთი ეს დამოკიდებულება პირიქით უკაცრად ეს დამოკიდებულება ეს
აბსოლუტურად ინდიფერენტულად წარმოაჩენს ყველაფერს, ხო? ტაილანდი და ტაივანი სულ ერთი არ არის. ხო, ნუ. ანუ აი ადრე რუსებს რო ქონდათ ბულგარელია თუ რუმინელია, სულ ერთი არ არის. ან რაღაცა მსგავსი დამოკიდებულებები, ხო? ანუ რაც აჩენს რაღაცნაირად მოშორებასაც, დისტანცირებასაც, რაღაც ყველანაირ ზიზღს ამავდროულად და უბრალოდ ხო სულ ერთი არ არის. ეხლა ისინი ხო რაღაცა დიდი ქვეყნის ფულს რეცხავენ, რაღაცა უნდა. ანუ მთავარი მესიჯი ის არის, რომ იმ დიდს ქონდა აქ ინტერესი და საიდან მოდიოდა ეს ტაივანი იყო. სულ ერთი არ არის. სამწუხაროდ ეგრეა. თუ ეს შეცდომა იყო თუ ეს შეცდომა იყო და რეალურად, რა ვიცი, გამოსწორების გზას ეძებს რამენაირად, ვთქვათ, შუსი ან ბატონი მდინარაძე, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოხდებოდა ის, რომ ჩაიხედებოდა რაღაცა კომპეტენტური რაღაცა საგამოძიებო თუნდაც შიდა ინსპექტორი, რომელიც იტყოდა, რომ აი ამან შეცდომა დაუშვა, ამან არ გადაამოწმა, ამან აი ხელმძღვანელს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და შესაბამისად ეს ადამიანები რაღაცა ფორმით, რაღაცა ზომები განხორციელდება მათ მიმართ. ეს თუ დავინახეთ, რომ ეს მოხდა სუში, მაშინ ესე იგი შეცდომა დაუშვეს და რეალურად წავედეს. ჩვენ ხედავთ მან პარტიას, მაგრამ მე ია და თამარ ერთი კითხვა მაქვს და ბიჭებო თქვენთანაც ეს კითხვა ხომ არ გაიხსენებდით ან რას გახსენებთ ზოგადად ესეთი განცხადებები კონკრეტული პირების მიერ, აი რომელ ქვეყნებს გაგონებთ მაგალითად, სად იყო ანტიამერიკული, ანტიევროპული განცხადებები და ვინ იდგა ამ ქვეყნების უკან, ხო, ან ძაფებს ვინ ამოძრავებდა? რა ვიცი, ალბათ უნდა ჩამოვთვალოთ რაღაცა ესეთი ქვეყნები, რომლებიც მაინც და მაინც მეგობრებად არ მოიხსენიებენ, თუ არ არიან ცნობილი ამერიკისთვის. რა ვიცი, იქნება ეს ირანი აკეთებს რაღაცა მსგავს განცხადებებს, რომ ამერიკა რაც ირანის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა თან, რა ვიცი, როგორ შეიძლება საერთოდ სად ირანი, სად საქართველო. ნუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აკეთებს მსგავს განცხადებებს. მსგავსი არ უნდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აკეთებს განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ არის ტყუილი შეერთებულ შტატებზე. ნუ რუსეთთან, რა თქმა უნდა, რუსებს ცოტათი უფრო დახვეწილი აქვთ ეს მიდგომა, სადაც ნაწილობრივ სიმართლეს და დანარჩენს მერე დიდ ნაწილს უსამართლოდ ყულს ამბობენ ხოლმე. ვენესუელა, ასეთი გვატემალას მთავრობაც დაახლოებით მსგავსია. რა ვიცი, შეგვიძლია სია ჩამოთვალოთ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში უცნაური არის ის, რომ არა მხოლოდ ის, რომ რაღაცა ესეთი დაუხვეწელი თუ დაუხვეწავი რაღაცა დიპლომატიური განცხადებები კეთდება ქვეყნის, რა ვიცი, უმაღლესი ეშელონებიდან, ხო? ამის გარდა ისეთი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა, ისეთი ქვეყნისგან კეთდება ეს განცხადებები, რაც თუნდაც 5 წლის წინ რომ ეთქვა ვიღაცას, რომ საქართველო გახდება საქართველოს მთავრობა იქნება ანტიამერიკული მთავრობა, მე პირადად ვერ დავიჯერებდი ამას. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ქართული ოცნება იყო ქვეყნის სათავეში. ჩემთვის ეს, რა ვიცი, ძნელი წარმოსადგენლია. კი, საკუთარი თავი იქნებოდა, მაგრამ პრორუსულს ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს მე. კი ბატონო. მე შემიძლია დავამატო, ანუ იას დავეთანხმები, ჯერ ერთი ქვეყნის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ალბათ ცოტა გასაოცარი და შოკის მომგვრელია, რომ საქართველო არანაირი რესურსების მქონე ქვეყანა ასეთ თავდასხმებს ახორციელებდეს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებზე, ვინც წლების განმავლობაში სწორედ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოიტანა და სუვერენიტეტს და ტერიტორიულ თლიანობას ედგა ფარად. არ აღიარების პოლიტიკას. ხო, აღიარების პოლიტიკას და მეორე აი ნახეთ, იამ რუსეთი აღნიშნა, მაგრამ თუ ჩვენი მაყურებელიც აი უბრალოდ გადაავლებს თვალს, რუსეთშიც კი ამ თავდასხმების პოლიტიკა სტრუქტურიზირებულია. ანუ ვლადიმერ ვინც არიან ოფიციალურ ხელისუფლებაში, ისინი შედარებით რბილ განცხადებებს აკეთებენ, მე გულისხმობ უფრო ისეთ თუნდაც ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი
აძლევს თავისუფლებას ხოლმე, მაგრამ მიჩენილი ყავთ ამისთვის, თქვა სპეციალურად მარია ზახაროვა, ანუ ამ დარედონის თავდასხმებს გულისხმობდა, თქვა სტრატეგიულად შეფუთული, რომ ჩვენ გვებძვის ნატო და რომ ამერიკას უნდა ერთპოლუსიანი სოფლიო, არა ასეთი, არამედ ესეთი მდარე სახის პირადი შეურაცხყოფებამდე დასული პოლიტიკა, მედვედევი, მარია ზახაროვა, დუგინი, აი ესეთი ხალხი და ბელორუსიც რომ ავიღოთ, აი ლუკაშენკოსგან, რა ვიცი, გაგიგიათ ამ დონეს. კი, პირიქით ხო ხედავთ, ლუკაშენკო არის დიქტატორი, რომელიც მაქსიმალურად მაინც ცდილობს, რომ ძალიან მოქნილი იყოს და ბოლო ტრამპთან მისთი კომუნიკაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხო ამას მოწმობს და მას შემდეგ ის თავის პოლიტიკურ დივიდენდად იყენებს პირიქით ამერიკასთან და ტრამპთან ან ურთიერთობას. ასე რომ საქართველოსთან დაკავშირებით მასშტაბიდან და აი ამ დონის, დაბალი დონის თავდასხმებიდან მე აი არეალს გეოგრაფიულს, რასაც ვფარავ ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებით, მართლაც არ მახსენდება არავინ. კარგი, პატარა რეპლიკას გავაკეთებ ამ თემაზე და შემდეგ ავტომატურად თან გადავინაცვლებ სხვა თემას. შემდეგ თემაზე, რაც უნდა განგვიხილა, რაც დავაანონსეთ. მოკლედ, მე ესეთი დაკვირვება მაქვს ხალხო, საქართველოში ქართული ოცნების ლიდერების არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე და პროპაგანდის ერთად გაერთიანებული, მათი რიტორიკა ემთხვევა ხოლმე რუსეთის და ამერიკის ურთიერთობების დინამიკას, ანუ მათ გარკვეულ მოვლენებს, რაც მათ ურთიერთობაში ხდება და რაც უკავშირდება შემდეგ ეს ყველაფერი უკრაინას. როგორც კი დაიწყო რაღაც დიალოგი ტრამპსა და პუტინს შორის, ის შეხვედრა ალიასკა და ასე და შემდეგ წინა პერიოდიც აქაც გაჩერდნენ, ცოტა პაუზა ჰქონდათ აღებული. როგორც კი შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები, ისევ დაიწყეს და მანამდეც, ანუ ამას სულ ვაკვირდები, რაც ტრამპი გახდა მეორედ პრეზიდენტი განსაკუთრებით. როგორც კი იქ მათ შორის რაღაც იძაბება და როგორც კი რუსული პროპაგანდა იწყებს ამერიკაზე შეტევას, მაშინვე პარალელურ რეჟიმში მაქსიმუმ ერთი დღის დაგვიანებით ან აქ შათირიშვილი გამოაცხობს ხოლმე, შათირიშვილის ხელით გამოაცხობენ ხოლმე რაღაც უშველებელ განცხადებას deep state-ზე და უბედურებებზე, ან ვიღაცა თანამდებობის პირი აკეთებს ასეთ განცხადებებს, ახლა ამ შემთხვევაში კობახიძის განცხადებებს ხედავთ. და საით მივდივარ ტომაჰავკებისკენ და ახალი დაძაბულობის მიზეზისკენ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს შორის. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ტრამპმა ეს უკვე გაახმოვანა, რომ კი ბატონო, დათანხმდა ტომაჰავკების მიწოდებას და უბრალოდ გარკვეული კითხვები მაქვსო, ესაც მგონია, რომ რაღაცა ფორმალობა იყო, რაღაცა კითხვების დასმასთან დაკავშირებით, გადავინაცვლოთ ამ საკითხო. მე ესე ვხედავ ამ ამბავს. უბრალოდ რუსეთშიც შეიცვალა დამოკიდებულება შტატებთან რაღაცა ამ როგორც თავად ტრამპს უყვარს ხოლმე რაღაც ტანგოს ცეკვების მიმართ, არ გამოვიდა ეს ამბავი ამ ეტაპზე და აქაც დაიწყეს ხელაღებით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ აშკარად ჩანს რაღაცა მითითებების მიცემა. ჩემთვის ესეა რა ვქნა, პირდაპირ მოდის რაღაც დირექტივა და ამ დირექტივის გარშემო მერე ეგება მთელი კამპანია შიდა აუდიტორიისთვის. ეს არის და ეს დირექტივაც არ გჭირდება, იმდენად კარგად იცი შენგან რას მოელიან, რომ პირდაპირ არ გჭირდება რანაირი დირექტივა, გაიგე იქ რა თქოს და მაშინ შენთვის პირდაპირ გასაგებია რა უნდა გააკეთო. ხო, ეს ხუთოსანა ბავშვების ეფექტი. ტომაჰავკებზე პრინციპში ჩვენ წინა ეპიზოდი იყო თუ სწორად მახსოვს, იამ გვითხრა კიევიდან მათ შორის უკვე გადადასტურებული რა არის საინტერესო ექსკლუზიური ინფორმაციები, შესაბამისად ახლა მივდივართ მე რამდენადაც ხვდები ტექნიკურ დეტალების გარკვევამდე, საიდან გაუშვებენ ამ ტომაჰავკებს. დანარჩენი ჩემი აზრით უკვე გადაწყვეტილი. მე მგონი ეგეც გარკვეულია უკვე. კი, გარკვეული ის არის, რომ ეს იქნება სახმელეთო ტომაჰავკები და არა საზღვაო. ერთი რაც ვიცით არის ეს, იმიტომ რომ შეიძლება ორი სხვადასხვა ლონჩინგი თუ გამშვები შეიძლება ორი სხვადასხვა, ანუ მოდიფიკაცია იქნება სახმელეთო და არა საზღვაო. რაც წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ამაზე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ის, საიდან იქნებოდა ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელი, რაც უკრაინას თავისთავად ცხადია, ესეთი გემები არ ყავს, საიდანაც გაუშვებდა ამას და შესაბამისად ეხლა ყოველ შემთხვევაში მედია ამას იუწყება, რომ ეს იქნება სახმელეთო მოდიფიკაციის მქონე ტომაჰავკები.
ძალიან უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. შესაძლოა ეს იყოს ტრამპის მორიგი, ვთქვათ, მოლაპარაკების ნაწილი, რომ რაღაცა სერიოზული საფრთხე დაანახა რუსეთს, ვნახეთ რუსეთიდან გამოხმაურებები ამაზე. რა თქმა უნდა, რუსეთს ძალიან ეშინია ტომაჰაკების, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოიდგინეთ ატაკამსზე რამხელა ამბავი იყო გახსოვთ ალბათ, ხო, ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლოს თითქმის 2 წელი დასჭირდა უკრაინას იმისთვის რომ მიეღო ეს იარაღი და ატაკამსების რადიუსი არის დაახლოებით 300 კილომეტრი. ესაც აი მაქსიმუმი რეინჯი, მაქსიმუმი რადიუსი რომ ავიღოთ. 190 მილი დაახლოებით 300 კილომეტრი. ტომაჰაკების შემთხვევაში ეს არის 1550 მილამდე, ну ესაც მაქსიმუმი რადიუსია, რაც არის 2500 კილომეტრი. ანუ წარმოიდგინეთ დისტანცია, რამდენად გაუძლიერდება უკრაინას ამ რუსული სამიზნეების ამოღება რუსეთის სიღრმეში. და აქ ნუ საუბარია იმაზე, რომ იმის ნაცვლად, რომ თითოეულ ძალიან ესეთი ცნობილი ომის ფრაზაა, რომ იმის ნაცვლად, რომ თითოეულ ისარს გაეკიდო და ესა ჩამოაგდო, თუ მისგან დაიცვა თავი, უმჯობესია, რომ მეისრე უმჯობესია რომ მეისრე მოკლა თუ მეისრე გაანადგურო. ასე რომ ძალიან ბევრი მეისრე ესეთი რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით სამიზნეებია რუსეთში, მათ შორის არის დრონების საწარმოო ყოველ შემთხვევაში ერთი დიდი თუ არა რამდენიმე ქარხანა, ასევე არის ბოლო პერიოდში სხვათა შორის ვნახეთ რომ უკრაინა აგრძელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას და ზოგიერთი ცნობით დაახლოებით 50%-მდე ავიდა ეს დაზიანებულ განადგურებული ინფრასტრუქტურის მოცულობა რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინამ დააზიანა. ნახოთ რას გადაწყვეტს ტრამპი, მე მაინც ჯერ ისე ვრჩები იმ შეფასებაზე თუ იმ მოსაზრებაზე, რომ უკრაინას ტომაჰაკები უკვე აქვს და შესაბამისად ამით ახერხებს ის სამიზნეების ამოღებას, რომელსაც აქამდე ვერ იღებდა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ნუ ეს არ არის დაფუძნებული არაფერზე. ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. პუტინმა თვითონ განაცხადა, რომ ტომაჰაკები ძალიან სხვა საფეხურზე გადაიტანს ამერიკის მხრიდან თუ დასავლეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციას, თვითონ ყოველთვის რეაგირებს ხოლმე ესკალაციაზე, რომელიც უკრაინის მხრიდან შეიძლება წამოვიდეს დასავლეთის დახმარებით, მაგრამ ის რომ თავად იყენებს ლვივში დაიღუპა ხალხი, უკიდურესი, რა ვიცი, დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქია, სამოქალაქო მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ. ხო, ანუ ამაზე მეტი ესკალაცია რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, რომელიც რეაგირებს იმაზე, რომ უკრაინას არ მიეცეს ეს საშუალება. ისე ბირთვულისკენ ხო არ მიანიშნა? შესაძლოა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაგაზეც პრინციპში მიიღო ტრამპისგან პასუხი, ხო? კი. რაც ტრამპსა და მედვედევს შორის წყალქვეშა ნავისის გამაგებინა. ამბავი რა მოხდა? სად გაუშვა? სავარაუდოდ არსად არ გაუშვა უბრალოდ, ნუ ისინი ყოველთვის დადიან და ყოველთვის სადღაც არიან და ყოველთვის მზად არიან გასაშვებად ამ კობინების, თუმცა ეს იყო ნუ ტრამპის რაღაცა მორიგი გაფრთხილება, რომ რასაც ხათაშორის ძალიან ხშირად მათ შორის სამხედრო პერსონალი ამბობდა ხო და მათ შორის კონგრესშიც ამბობდნენ, რომ ესე ყოველ ჯერზე როცა რუსული მხარე ამბობს იმას, რომ აი ახლა F-16-ებს რომ მიაწოდებთ, ეგრევე ეს დიდი ესკალაციაა და არ ვიცი რას გიზამთ. ბირთვული იარაღი ხომ არ გამოვიყენოთ, დაახლოებით ესეთ განცხადებებს როცა აკეთებდნენ, ვაშინგტონი ყოველთვის უკან იხევდა ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან ფრთხილად მიუყვებოდა ამას, ძალიან ეტაპობრივად აძლევდა უკრაინას იმას, რაც ჭირდებოდა ქვეყანას. ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო თავიდან ის რომ ნახეთ რაც იყო, აღარ გავამეორებ, მაგრამ ახლა რასაც ხედავთ, იმას არის ფაქტობრივად შეზღუდვა არ აქვს უკრაინას იმაზე,
რას იყიდის, უпростоრად ნატოს არ აქვს შეზღუდვა იმაზე, რას იყიდის და რას გადასცემს უკრაინა. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინას არ შეუძლია ყველაფრის გამოყენება და ეს გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ბაზა არ აქვს ისეთი, როგორც ამერიკა შეიძლება ჰქონდეს და არის რაღაცა იარაღის სისტემები, რომელსაც უკრაინა უბრალოდ ვერ გამოიყენებს. ჯერ თვითმფრინავები არ აქვს სამაგისტრო, მეორე ისეთი ინტეგრირებული არ არის თავდაცვის და თავდასხმის სისტემები, როგორც შეერთებულ შტატებში. ანუ ბევრი დეტალია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინა ფიქრობ იღებს იმას, რისი გამოყენება შეუძლია. ნახოთ აი ტომაჰაკების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს, როცა საზღვაოს უბრალოდ ვერ გამოიყენებს უკრაინა და სახმელეთო შემთხვევაში ამასაც სჭირდება თავისი ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ღილაკს დააწექი და რაკეტა გაფრინდეს, მთელი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამას სატელიტური ინფორმაციიდან დაწყებული უშუალოდ ბრძოლის შუაზე მყოფი ადამიანის ჩართულობით. ორ თემას დავამატებდი ამას ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ შემიძლია შევწყვიტო. ორი ამბავი Wall Street Journal-ი ავრცელებს სხვა მედია საშუალებებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს Wall Street Journal-ში დაიბეჭდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კონსერვატიული უფრო მეტად გაზეთი, რომელსაც ადმინისტრაცია ძალიან ახლოს აკვირდება. ერთი არის ის, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას იწყებს. ასეთი იყო ერთ-ერთი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა და აქამდეც აწვდიდა შეერთებული შტატები სატელიტურ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც არა მხოლოდ სამიზნეების ამოღებაში, ასევე საჰაერო სისტემების სამუშაოდ სჭირდებოდა უკრაინას, მაგრამ ახლა არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე მიაწოდოს სადაზვერვო ინფორმაცია. ამისგან ბაიდენის ადმინისტრაცია იკავებდა თავს და ატაკამსების მიცემას სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ უკრაინას საკუთარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რუსეთის სიღრმეში ზუსტად ამოიცნოს სამიზნე, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ტრამპი ამიტომაც მგონია, რომ ტომაჰაკები არის უკვე უკრაინაში, რომ ადმინისტრაცია გადადგა ეს ნაბიჯი და ეს არის უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებაშია უკვე. ეს ერთი და მეორე ცოტა ისე ყურადღების მიღმარჩება ერთი თემა, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, თუ არ ვცდები წინა გადაცემაში, რომ იმდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები ახლა, მაშინ როცა ყალიბდება მომავლის ომის სტრატეგია, მომავლის ომის იარაღები, შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრია უბრალოდ ვერ დარჩებოდა ესე განზე და ვერ დარჩებოდა ჩაურთველი ამ პროცესში. და შესაბამისად დაახლოებით 10 დღის წინ ვაშინგტონში ჩამოსული იყო უკრაინის საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობითი როგორც ბიზნეს, ასევე სახელმწიფო დელეგაცია, რომლებიც შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრიას ხვდებოდნენ ძირითადად. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ჩართულობით და აქ საუბარია ასევე მეგა გარიგებაზე, რომელიც ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შორის დაიდება, ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იქნება, რომელიც უკრაინას დაეხმარება ზოგიერთი დრონების ტექნოლოგიის უკრაინაში მისა უკრაინაზე და დანერგვაზე მადლობათა და წარმოებაზე და ასევე შეერთებული შტატების დრონების ინდუსტრიას, არა მხოლოდ დრონების, არამედ ზოგადად საბრძოლო თუ თავდაცვის ინდუსტრიას დაეხმარება ზოგიერთი უკრაინული გამოცდილების გაზიარებაში, რაც მე დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები იბრძვიან, ჩინეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული რუსეთის მხარეს, რა თქმა უნდა, ასევე ირანი, ეს ამ ყველა ქვეყანას აქვს რაღაცა წვდომა იმაზე, თუ როგორ ვითარდება ეს საბრძოლო შეიარაღება ზოგადად ამ მომავლის ომის მიმართულებით და შეერთებული შტატები აქედან გამოთიშული ვერ იქნებოდა და აი ეს ორი დიდი თემა, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და მეორე ეს მომავლის ტექნოლოგიების მიმართულებით თანაწარმოება და ერთობლივი მუშაობა, ჩემი აზრით,
რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, რომ ამის გამოც ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატები ვფიქრობ უკრაინას არ მიატოვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი რამის სწავლა თუ ბევრი სწავლა თუ არა, ყოველ შემთხვევაში საერთო ინტერესები იკვეთება ძალიან. ერთი პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო. ბოლო თემაზე გადავალთ, თანდათან უნდა წამოვიდეთ ისევ საქართველოს გარშემო უნდა ვისაუბროთ. ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ თუ აქამდე გვიყურეთ და ესე იგი ძალიან დაგაინტერესებთ ჩვენმა განხილვამ, ესე იგი მოგეწონათ, ამაზე რეაქცია არ დააყოვნოთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ახალია ჩვენი პროექტი, მაგრამ ვცდილობთ რომ გავიზარდოთ, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მადლობა უკვე მათ, ვინც არიან ჩვენი გამომწერები და გვადევნებენ თვალს. ხო, და გადავიდეთ ისევ საქართველოს თემაზე. 4 ოქტომბერი თავში ვახსენეთ. ჩვენ ამ ყველაფერში ინტერესის გარდა ფიზიკურადაც ვართ ჩართული და ვცდილობთ რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა პროტესტში, ვინც აქ ვართ თბილისში და ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. არ ვიცი, იმედგაცრუებულებიც ვართ, თუმცა ვაცნობიერებთ იმას, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროტესტი და ამ პოზიციაზე მე მგონი ყველა ვართ მეთანხმებით. საინტერესოა, ხო, რაღაცნაირად მიმოვიხილოთ რა მოხდა, როგორ ჩანს ეს ყველაფერი გარედან, იმიტომ რომ მათ შორის წინა ეპიზოდებში ჩვენ ვახსენებდით ხოლმე, რომ იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს პროტესტი საქართველოში, როგორ გრძელდება, რა შედეგები იქნება, ამაზე შესაძლოა საგარეო პოლიტიკაც დიდწილად იყოს დამოკიდებული, იქ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერა იყოს დამოკიდებული, შტატების დამოკიდებულება და ასე და შემდეგ ეს ყველაფერი ისინიც აკვირდებიან დიდი ლუპით ალბათ რა ხდება თბილისში, რა მოხდება და როგორ შეფასდება საბოლოოდ ეს შედეგები პროტესტის. მოდი დავიწყოთ როგორ ჩანს ოკეანის გაღმიდან და როგორ ჩანს ბრიუსელიდან, თუ ჩანს საერთოდ პოლიტიკურ რადარებზე ეს ამბავი. მოდი ბრიუსელით დავიწყოთ. ჩანს გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება თავისი პოლიტიკით იძულებულს ხდის, რომ პასუხი გაეცეს ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქიდან. შიდა სიტუაციაზე ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან საჩვენებელი იყო დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის არაერთხელ მოთხოვნილი სიტყვა, რომ დაგმეთ, დაგმონ, ის ითხოვს, რომ ევროკავშირმა დაგმოს ეს რაღაცა რევოლუცია თუ გადატრიალების ცელობა, თუ ძალისმიერი ქმედებები, არ ვიცი, თუმცა ალბათ ირაკლი კობახიძემ უნდა ნახოს ამ დღეების განმავლობაში რა გამოხმაურება იყო და თავის მხრივ სწორედ მარტაკოსის და კაია კალასის შეფასებას მოყვა მისი მოთხოვნა, რომ არა თუ ასეთი განცხადებები აკეთონ ევროსტრუქტურებში, არამედ დაგმონ. ასევე ის გამოეხმაურა ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ევროკავშირში IPP-ის განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, EUTHODIR-მა გააკეთეს და მოკლედ რომ ვთქვათ, ევროკავშირიდან დანახული ვითარება ასეთია, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის არაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რაც იყო, თქვათ, რეკომენდაციებში ვენეციის კომისიის, წინა საარჩევნო და საარჩევნო გარემო არ იყო იმისთვის, რომ ჩატარებულიყო თავისუფალი, სამართლიანი, თანასწორი არჩევნები. ამას მოყვა ისიც, რომ შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები და დღემდეც რომ ადამიანები ციხეში არიან, აზრის და სიტყვის გამოხატვის გამო, ასევე დაფიქსირდა, რომ ამ არჩევნებში აქტივობა იყო საკმაოდ დაბალი და რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებდა მონაწილეობას, ასე რომ ამ მოცემულობით ევროკავშირის არც ერთი სტრუქტურა არ თulis, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ეკადრება თუნდაც კანდიდატ ქვეყანას
და ისე როგორც გაწერილი არის ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებში, რაც შეეხება დაგმობას, ნახოთ მომდევნო დღეებში, დაგმობენ თუ არა ევროსტრუქტურები, როგორც კობახიძე მოითხოვს, თუმცა თუ კი ამ დრომდე ევროკავშირს არ განუხილავს ეს მოვლენები, როგორც რაღაც ძალისმიერი მცდელობები ქართული ოცნების დამხობის, ან გონია რომ შეიცვალონ პოზიცია. კარგი, ჩვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს, ეს ვთქვათ, ანუ იზიარებთ თუ არა? ია იყო მზად საპასუხოდ და თუ აქვს რა. საინტერესოა. არის თუ საინტერესოა თქვენი აზრი იქნება მას საინტერესო ვთქვათ თუ ევროკავშირის დაგმობას აქვს რაიმე მნიშვნელობა და თუ ევროკავშირმა ეს უნდა გააკეთოს მაშინ რატომ არ აქვს მნიშვნელობა ევროკავშირის სხვა განცხადებებს ეს რაღაცა ჩემთვის რაღაცა ესეც მორიგი ისეთი განცხადება რომელსაც რომლის ერთი ნაწილიც მეორეს არ უკავშირდება ანუ ზოგიერთ შემთხვევაში აქვს ევროკავშირის პოზიციას მნიშვნელობა და ზოგიერთში არა ესეთია მიდგომა როგორც ხანდახან ტრამპი თუ ხელს დაუქნევს ხოლმე ხანდახან ტრამპი თუ ხელს დაუქნევს ხოლმე მაგალითად ყაველაშვილს თბილისში ამაზე ზეიმს აწყობს პროპაგანდა და თუ არ ჭირდებათ მაშინ დიპსტეითია და 1500 უბედურება რაც არ გჭირდება არც ერთ ქართველს მთელი კოლექტიური დასავლეთი ანუ დაახლოებით იგივე ამბავია კი არასაც ამბობ ეგრეა მე ძალიან მოკლედ შემიძლია შემოვიფარგლო აქ ერთი ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში რაღაცა ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შექმნილიყო რაც შეიქმნა სამწუხაროდ ამაში ძალიან ბევრს მიუძღვის თავისი წვლილი მეორე ის რომ თავისუფალი სადისკუსიო სივრცე ქვეყანაში არ არსებობს ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორია ამისი რასაც ემატება თავისთავად ცხადია რაღაც ის ჰიბრიდული ოპერაციები მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ ის პოლარიზაცია რომელიც არსებობს რომელსაც ხელს უწყობს კონკრეტული მმართველი ძალები და ნუ ხელისუფლების ვისაც აქვს თავის სადავეებში და ის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის რომ 5-ში ხალხი ისევ შეიკრიბა 4-ში ისევ ძალიან ბევრი ხალხი იყო რუსთაველზე მიუხედავად იმისა რომ ტაქსექსული ამბავი იყო და ყველა ცდილობდა რომ რაღაცა თავისი პენეტრაცია მოეხდინა და გაეკეთებინა სხვადასხვა მიმართულებით და რაც გაკეთდა კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია ცხადია თუმცა ერთი რამ არის აბსოლუტურად ნათელი რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ცვლილებები და ეს ცვლილებები სურს არჩევნების გზით არჩევნები სამართლიან გარემოში სამართლიანი სასამართლო და დანარჩენი ყველა ის სიკეთე ხელმისაწვდომი რომელიც სახელმწიფოსგან უნდა კონდეს გადასახადის გადამხდელს მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით კიდევ ერთხელ გთხოვთ გულითადად რომ არხი გამოიწეროთ მარტივია subscribe ზარის ხილაკის ჩართვა მოგივათ შეტყობინელებები ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში რომ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ ბოლო სიტყვა დავემშვიდობოთ მაყურებელს მე მგონი დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად მადლობელი ვიქნებით კიდევ უფრო თუ კი გამოგვიგზავნეთ კითხვებს მათ შორის თქვენთვის ძალიან საინტერესო თემებს რასაც შევეცდებით რომ გავშალოთ ვაშინგტონიდან ბრიუსელიდან და თბილისიდან მადლობა ყველას ნახვამდის შემდეგ ეპიზოდამდე დავამკვიდრეთ რაღაცნაირად ესეთი ერთკვირიანი ინტერვალი როგორც წესი 4 შაბათს წერთ ხოლმე და 5 შაბათს უკვე ეპიზოდი იქნება შემდეგ კვირაშიც დიდი ალბათობით შესაძლოა უფრო მალეც ნახოთ რა მოხდება ნახვამდის